ასოციაცია საქართველოს ხსას ბავშვთა სოფელი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან მაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდების თვითგამორკვევის კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობაც, რომლის მიზანია მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება. ოცნებიდან მიზნამდე ვიდეო ისტორია შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ და შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მე ვარ ნანა რაზმაძე, 25 წლის და 1 წელზე ცოტა მეტია დაუბრუნდი საზღვრისპირა სოფელში, ზარდიანთკარში და წამოვიწყე ჩემი პატარა საქმე. ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ომის მერე წავედით და შემდეგ უკვე ომი რო დამთავრდა და რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში არ შემოდიოდით ხოლმე ამ სოფელში და მე უკვე ზაფხულობით და რაღაც შაბათ კვირას მოვდიოდით ხოლმე მე და ჩემი ძმა და ჩემი მშობლებიც, ბებო და პაპა აქ იყვნენ სულ. დაიდგა ის პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როდესაც უკვე სწავლა დავამთავრე, რომ ერთი და იგივე ადგილზე რომ დადიხარ და რაღაც ახალი გჭირდება. და მე მაგიტომ გადავწყვიტე, რომ წამოსულიყავი სოფელში, სამსახურიდან წამოვედი და დავუბრუნდი სოფელში. უბრალოდ დავუბრუნდი რაღაცა გეგმებით, რომ მაგალითად ჩემი ერთ-ერთი გეგმა იყო, რომ გერმანული მესწავლა და შემდეგ წავსულიყავი გერმანიაში. სრულიად მოულოდნელად, მართლა მაგ მომენტში გამოჩნდა ეს პროექტი და უბრალოდ გავაგზავნე, აპლიკაცია შევავსე, არც მოველოდებოდი დიდად რამე, რომ კარგად წარიმართებოდა და გავაგზავნე ეს აპლიკაცია, შევავსე და დამირეკეს. ძალიან მომეწონა, იმიტომ მომეწონა, რომ რაღაცა განსხვავებული მეთოდოლოგია და მიდგომები იყო, თუნდაც ჩვენთან დამოკიდებულება, თუნდაც ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო ჩართული და ეგეც მომეწონა ძალიან. პროექტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების თვითგამორკვევა და დასაქმების ხელშეწყობა, წარმოადგინე ჯანსაღი სნექების იდეა, გრანულა ბარების დამიფინანსა ბიზნეს იდეა და ამ დაფინანსების ფარგლებში შევიძინეთ სხვადასხვა ინვენტარი და მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ ჩემი საქმისთვის იყო საჭირო. გარდა ამისა, პროექტისგან გამოყოფილი თანხის ნაწილი დაიხარჯება მარკეტინგის ნაწილში, ეს იქნება რეკლამის განთავსება თუ სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები. ცილების მაღალი შემცველობა აქვს ჩემს პროდუქტს, ასე ვთქვათ. არის 7 სხვადასხვა გემო, 7 ერთმანეთისგან განსხვავებული ჩირის სახეობა არის გამოყენებული და გარდა ამისა ვუმატებ ასევე სხვადასხვა სახის მარცვლეულს და თხილეულს. ეს იქნება, ვთქვათ, სეზამი, სელი, თხილი, კაკალი და ასე შემდეგ. ყველა მათგანს წითელი ოსპი აქვს დამატებული. თან წითელი ოსპი ხომ მცენარეული ცილების კარგი წყაროა და ეგეც კარგი ვარიანტია, რომ ცილების შემცველობა მოემატოს ჩემს პროდუქტს და გარდა ამის კვერცხის ცილას ვუმატებ კიდევ. თავიდან ამ სოფელში იმიტომ გადმოვედი, რომ რაღაცეებისთვის მომზადებულიყავი და შემდეგ წავსულიყავი ქვეყნიდან. უბრალოდ ისე მოხდა, რომ გამოჩნდა ეს პროექტი და შესაბამისად სოფელთან მიმამაგრა და რაღაცა კეთილი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ბევრი ადამიანისთვისაც. პატარა სოფელი არის და თან ახალგაზრდები დიდად აღარ არიან მაინც და მაინც და იდეაში, კარგი შესაძლებლობა ეს ჩემთვის, რომ რაღაცა გავაახალგაზრდაო სოფელი.
ჩვენ გებრუნდებით ვიდეო ისტორიის გმირიც ჩვენთან ერთად არის და პროექტზე საუბარს უკვე სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. საქმე დილა სტუდიას შემოუერთდნენ უკვე ნინო ნიცუბიძე, პროექტის ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერი და ნანა რაზმაძე, კვირა ენერგობარების მწარმოებელი, ოფელია კარაპეტიანი კი ოცნებიდან მიზნამდე ფინანსური წიგნების დღიურის თინეიჯერებისათვის არის ჩვენთან ერთად დღეს საქმე დილას ეთერში. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დილამშვიდობისა, მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ მიდის პროექტები? აი ეს ვიდეოც ნათელი მაგალითია, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ პროექტმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა შთაგონა ის იმედი, სიახლე, პოზიტიური ფიქრი და გეგმები და ჩვენ ვფიქრობთ, აი პროექტის უკვე დასასრულ ეტაპზე გავდივართ და შეგვიძლია ნამდვილად უკვე შედეგები შევაფასოთ, ძირითადი ტენდენციები შევაფასოთ და ძალიან მოხარულები ვართ და წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას, გოგონებს და ყველა ბენეფიციარზე აპირებთ, რომ ესეთი პორტფოლიო დაიდოს ვიდეოების სახით თუ რამდენი იქნება და როგორ იქნება? იცით როგორ არის, ყველაზე შეუძლებელია რა განაცემა. ხო და პროექტით რამდენი გაქვთ ახლა პორტფოლიო? პროექტით ჩვენ ყველა თვითოულ გრანტის მიღებს 11 ახალგაზრდმა მიიღო მსგავსად ნანას და ოფელიას გრანტი. 11-ვეს აქვს სოციალური კამპანიის ნაწილში სურათები, rilsები, ანუ ეს ყველა სრულად შეფუთული პორტფოლიო იმისა, რომ მათ წარმატებით აწარმოონ გაყიდვები. და ასევე ჩვენ პროექტში გვყავს მცირე ბიუჯეტური თვით დასაქმებულები, მათაც ვცდილობთ, რომ აი ესე თქვათ გაყიდვების ნაწილშიც დავეხმაროთ თავისთავად და ვიდეოების ნაწილში 11-ვეზე გვაქვს და გვექნება უფრო მეტი და ნუ აი სოციალური კამპანიის ნაწილში მხოლოდ. ნანათი დავიწყოთ? იცი რა, გამომდინარე იქიდან ჩვენმა მაყურებელმა ასე თუ ისე ნანას საქმიანობა იხილა, მოდი, ოფელია, თქვენზეც მოგვიყევით პირველ რიგში და შემდეგ უკვე ნანა უფრო კონკრეტულად აღვიხსარს ენერგობარზე, ხო? ხო, ოფელია დავიწყოთ, რადგან სიუჟეტი ვიხილეთ ნანაზე. კიდევ უფრო მეტი ვიწყებთ. ვალერე. ეს არის ფინანსური წიგნიერების დღიური, რომელიც სწორედ ოფელია კარაპეტიანის ავტორობით არის შექმნილი. სხვათა შორის ასევე სრულად არის ეს დაფინანსებული იმ გრანტით, რაზეც ნინო ნიცუბიძე საუბრობდა და სწორედ ეს იქნება თემა და ინტერესი, რაზეც ნინიმ ოფელიას კითხვა დაუსვა. დანარჩენი ეს წიგნი შორს არ მედის, აქვე არის და დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. მე ვარ ოფელია. პროექტი, ესე ვთქვათ, გარდამტეხი, აი წერტილია აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ როდესაც დავიწყე, ანუ შევერთდი ამ პროექტს, ვიყავი ჯერ პირველი კურსი მქონდა დამთავრებული და ვცდილობდი საკუთარ თავში გამერკვია, საკუთარ მიზნებში და საკუთარ სურვილებში და მქონდა რა თქმა უნდა ამბიციები რაღაც დიდი საქმის კეთების, კეთილი საქმის კეთების და აი ზუსტად ამ პროექტში სპეციალისტების გუნდი, მათი მხარდაჭერით, ფსიქოლოგების, ბიზნეს კონსულტანტების, სოციალური მუშაკების მხარდაჭერით ვთქვათ, შევმუშავე ჩემი იდეა და შემდგომ უკვე მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, გამავითარე აი ფინანსური წიგნიერების დღიური განკუთვნილი მოზარდებისთვის. ვფიქრობ, აი ის მოზარდობა არის ის ასაკი, როდესაც უნდა დაიწყონ ფინანსური განათლების მიღება, რათა უკვე შემდგომში თავიდან აირიდონ ის სირთულეები და პრობლემები, რაც არის ხოლმე ფინანსებთან და პირადი ფულის მარსვასთან დაკავშირებით. თქვენი კონსულტანტი ნინო ანდრეაძე იყო. დიახ. და სამეცნიერო რედაქტორი ელენე ქორიძე. დიახ. დღიურის შექმნის პროცესში ნინა ანდრეაძე ძალიან კომპანია Mindworks-ით ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გამიწია, როგორც აი პროფესიულად, ისე ასევე ემოციურადაც და მოტივაციის, ასე ვთქვათ, მოტივაციისთვისაც ძალიან ვისთვის შეიძლება იყოს ეს ამბავი გამოსადეგი? ეს დღიური არის განკუთვნილი ზუსტად მოზარდებისთვის, დაახლოებით 12-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის და მათ, ასე ვთქვათ, ერთგვარი კონცეფცია არის შემუშავებული, რათა აი მაქსიმალურად საინტერესოდ და აი სახალისოდ ისწავლონ საკუთარი ფინანსების მართვა, თუ როგორ შეუძლიათ აი ფინანსური წიგნიერება დაეხმაროს მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში, შემდგომ ცხოვრებაში. მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი დაინტერესდება ამ თემით და
ის მუდმივი კომუნიკაციები, რაც აქვთ და უნდა გქონდეთ საშუალო სკოლებთან და კომუნიკაცია, რაც უნდა მოვიდეს ამ წიგნის ავტორთან, ოფელია კარაპეტიანთან, მხოლოდ წაადგება იმ საქმეს, რასაც ფინანსური განათლება ჰქვია. ამჯერად უკვე თინეიჯერებისთვისაც. მადლობა ოფელი. ენა, ის რაც ვერ მოხდა სიუჟეტში, რომელიც ჩვენმა საქმიანმა მაყურებელმა იხილა, ვიდრე სტუდიაში საუბარს გავაგრძელებდით და ის რისი დამატებაც გსურთ ჩვენი ეთერიდან ჩვენი მაყურებლებისათვის. გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით. ანუ ძირითადი აქცენტები, რაც საჭირო იყო და აუცილებელი ვიდეოშიც ჩანს. უბრალოდ არის კიდე რაღაცები, რაც არ მithქვამთ და რა თქმა უნდა ასაღნიშნია და ასე შემდეგ. თუნდაც ის პროცესი, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და შემდეგ როგორ განვითარდა და როგორი თქვათ, როგორ მიმდინარეობდა, მინდა გითხრათ, რომ რთული იყო, არ იყო მარტივი, მაგრამ როგორც ოფელიამ ახსენა, იმ ადამიანების ჩართულობით და მხარდაჭერით, თუნდაც ემოციური მხარდაჭერით და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერით, ასე თუ ისე გამარტივდა ყველაფერი და შესაძლებელი გახდა. ფაქტობრივად მცირე წარმოება გაქვთ. კი, ჯერჯერობით ესე როგორც ეხლა მაგალითად მიმდინარეობს პროცესი ლაბორატორიული კვლევების და უკვე ეტიკეტირებაც გვექნება ძალიან მალე და რა თქმა უნდა ესეც დონორების მხარდაჭერით და SOS სოფლის მხარდაჭერით და კიდევ ბევრი კარგი ადამიანის მხარდაჭერით. ხო, HACCP სტანდარტი დავნერგეთ უკვე. არის? კი, ბატონო, დიახ. საწარმო მოწყობილია HACCP სტანდარტების მიხედვით. და გარდა ამისა, აი ამ პროცესში ახლა რაც მიმდინარეობს, კიდევ მუდმივი ჩართულობა ხდება ამ ადამიანების, ვინც თავიდანვე გვიჭერდა მხარს. ეს იქნება ბიზნეს კონსულტირება თუ სხვადასხვა საჭიროებები, ანუ SOS ბავშვთა სოფლიდან და სხვადასხვა ადამიანებისგან, Mindworks. სად იყიდება? ვინ არის მუშტარი? ჯერჯერობით არ სად იყიდება. მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ დიდ ქსელურ მარკეტებში გაიყიდოს და თუნდაც, რა თქმა უნდა, ონლაინაც გაიყიდება. აუცილებლად. მიაწექით ამ ონლაინსაც, იმიტომ რომ ვიქნებით ამის შემძენები მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არის აბსოლუტურად ნატურალური და რაც თავარია არის აღწერე პროდუქტი, მუგერიდება. ამომად. კვირის დღეების მიხედვით არის? კი ბატონო, ანუ თვითონ ბრენდს ქვია კვირა და 7 სხვადასხვა გემო არის ერთმანეთისგან განსხვავებული გემო და შესაბამისად კვირის დღეების სახელები ქვია. 6 სახეობის შირია გამოყენებული და კიდევ ბანანი არის გამოყენებული. და დამატებული აქვს სხვადასხვა ინგრედიენტები კიდევ სრულიად ჯანსაღი, არ აქვს დამატებული შაქარი და სიტკბოს ძირითადად ანუ ჩირების სიტკბო აძლევს. ბუნებრივი სიტკბო. კი ბატონო. და იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვინც მაგალითად ვარჯიშობს ან ჯანსაღი ცხოვრების წესით არის დაკავებული, ან უბრალოდ გადატვირთული ცხოვრების რიტმი აქვს და ეძებს სწრაფ, ჯანსაღ და მარტივ წასახებს. ყველაფერი ესე იგი გიორგი ისაკაძისთვის არის, რაც აი ამ შეფუთულ პარკში ხდება. როგორ დაყავით ნენა კვირების დღეებით, მაგალითად ორშაბათს რაზე არის გათვლილი, სამშაბათი რაზე არის გათვლილი, თუ ეს უბრალოდ აი რაღაცა მარკეტინგულად. ჩემზე ჟურნალს ეხლა დღეები ჩამოთვალე. დღეს რა შეიძლება რომ მიიღოს 4 შაბათს გიორგი? აი მაგალითად ეგრე კონკრეტულად ეს არ არის გათვლილი, ვთქვათ, თქვენ თუ გინდათ, შეგიძლიათ 5 შაბათი 2 შაბათს მიირთვათ, ეგ თქვენზე არის დამოკიდებული. ან ყველა დღე ერთ დღეს მიირთვათ. ხო. რაც მთავარია ბუნებრივი. აქ ორი კვირის მარაგია ხოლმე? როიცოდე თუ კი 10 დღე. ეს არის თითოეული გემო არის 2 ცალი შიგნით. რაც ნიშნავს რომ 14 ცალი აქვს. კი ბატონო, 14 ცალია, მაგრამ ეგეც შეგიძლიათ 7 დღე მიირთვათ ან 5 დღე ან გადატვირთულობა. ეგ თქვენზე არის დამოკიდებული. გადატვირთული ხარ. კი ბატონო, დიახ. ეს უნდა გაიყიდოს და დააჩქარეთ. დიდი იმედი მაქვს რომ გააჩქარეთ. კვირა არის ეს ამბავი და რაღაც კვირისთვისაც მოვიფიქრებთ კიდე ჩვენ საკვირაო გადაცემაში ბიზნესის კვირაული გიორგი ისაკაძესთან და შეიძლება ნანოზე კიდე ერთხელ ვაჩვენოთ ეს სიუჟეტი რომ გავიგეს. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ
ნამდვილად სრულად გვინდა ყველა ეტაპი, რაც საჭიროა გოგონებმა და ყველა დანარჩენმა გრანტის მიღებმა გაიაროს სრული სტანდარტით, რომ ჩვენ მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, მაღალი კონკურენტუნარიანი მეწარმეები, მცირე მეწარმეები თავისთავად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ უკვე გააფართოვებენ თავის საქმიანობას, მაგრამ აი როგორც სასწრაფო ეტაპი მათთვის, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა აი ამ ბიზნეს სექტორში რაიმე ტიპის გამოცდილებით და ეს არის მათი პირველი ნაბიჯი და აი თუნდაც ნანას შემთხვევაში ჩვენ ახლა რატო არ იყიდება? მზად არის პროდუქტი დიდი ხანია, უკვე გაიარა ეს ასე ვთქვათ ტესტირების ეტაპი ჰასპი დაინერგა 5 თვის მანძილზე ექსპერტი მუშაობდა ამ გარემოში მასთან სრულად წარმოიდგინეთ ახლა ხო როგორი რთულია ჰასპის სტანდარტთან დაკმაყოფილება და სრულად აღჭურვილია და რაც თავარია ჩვენ ახლა ველოდებით ლაბორატორიულ კვლევის ანალიზებს, რის შედეგადაც მას კანონის სტანდარტის შესაბამისი ეტიკეტირება იქნება იმისათვის, როგორც ნანამ აღნიშნა, რომ ისეთ ქსელურ მარკეტინგულ მაღაზიებში გაიყიდოს, რომელიც სტანდარტით, ასე ვთქვათ, ხო, კლიენტი გარანტირებულია შეძენილი პროდუქტით, ანუ იქ რო ყიდულობთ, ჩვენ ვიცით, რომ არის მაღალი ხარისხის და შემოწმებული და ასეთი კარგი ამბიციები გვაქვს აქვთ გოგონებს და მინდა ასევე აღვნიშნო იმ დანარჩენ გრანტის მიღებაზე არაჩვეულებრივი თითოეული 11 არის ესეთი განსხვავებული, ძალიან ინოვაციური და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ ბიზნეს კონსულტანტ კომპანიას Mindworks ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას. ოფელიას დიახ, ასევე ყველა 11-ს, დიახ, mentorix უწევს Mindworks-ი და აი ამ დიზაინი, შეფუთვა, უწევს 3D დიზაინი, რომელიც წინასწორობის დროს ჩვენ ყავდა მოყვანილი როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი, ჩვენი არა როგორც სერვისის მიმწოდებელი, არა როგორც სოციალური პასუხისგებლობის კარგი მაგალითი და სხვა დანარჩენ გრანტიორებსაც ვიტყვი, რომ არის არაჩვეულებრივი, აი ნამდვილად უკვე მაღალი გაყიდვები აქვთ კერამიკული დიახ უკვე ბაზარზე არიან და დაიწყეს 4 თვია აქვთ შემოსავალი უკვე ჩვენ იცას გელი თქვენს კი, აუცილებლად. აი ჩვენ ნაწილში უბრალოდ მეტი დრო დაჭირდა ამ პროდუქტების ამ სტანდარტთან მიახლოვებას და უკვე აი სასტარტოდ ვიწყებთ პრაქტიკულად მარტიდან დაიწყება უკვე გაყიდვები და ჩვენ არ მოიკლებს ხოლმე მომატებს ლეფტაპს კი, მიხარია ძალიან და ზოგადად ვიტყვი, რომ ორგანიზაციას აი ეს 3 წლიანი პროექტი, რაც უკვე როგორც აღნიშნე, უკვე მე-3 წელი და წავიდა და წლის ბოლომდე იქნება, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ სიამაყით, რომ ნამდვილად არა მხოლოდ გრანტის მცირე მეწარმეობის ნაწილში, ან თვითდასაქმების ნაწილში, დასაქმების ნაწილში ჩვენც გვაქვს გარკვეული შედეგები, ისეთი არა როგორიც თქვათ ვისურვებდით, მაგრამ ნამდვილად ეს ტენდენცია წამოსულია, მზაობა დამსაქმებლებისგან უფრო მეტად იზრდება, მიმღებლობა და ეს ინკლუზიური გარემოს შეთავაზება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებისთვისაც რთულია ეს სტანდარტულად მუშაობის დაწყება და მე გეტყვით, რომ აი 300 ადამიანი, დაახლოებით 300 ახალგაზრდა ჩაერთო, 300 ახალგაზრდიდან მხოლოდ 7%-ია პროგრამიდან გასვლის, ასე ვთქვათ, რომ მიატოვა, რაც ძალიან კარგი დანარჩენები ბოლომდე მიიყვნენ და ამ 219 ახალგაზრდასგან, რომელმაც სრულად გაიარა შიდა გადამზადების კურსი, ჩვენ მე აღნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ სანამ დავიწყებთ საერთოდ ბიზნეს იდეებზე ან დასაქმების ინტერესებზე ლაპარაკს, 3 თვიან კურსს გადიან ახალგაზრდები აი ამ პიროვნული რესურსების გასაძლიერებლად და პროფორიენტაციისთვის და აი ეს 219 ახალგაზრდიდან დღესდღეობით და ჯერ პროექტი არ დასრულებულა 35 არის 35-მა ასე ვთქვათ გამოიმუშავა მინიმუმზე მეტი შემოსავალი გაიჩინა აქედან ასოცია რომელიც მზად არის იმისთვის რომ აი პროცესს გადის რომ უკვე აი ამ 6 თვე ანუ 35 აღნიშნე 6 თვე უწყვეტად რომ მუშაობენ და მეტი ანუ ჩვენი შეფასების ინდიკატორი ეს არის რომ
შეიძლება დასაქმდეს ადამიანი და დიდხანს ვერ გაჩერდეს და ჩვენ კიდევ ველოდებით წლის ბოლომდე ბევრად მეტი ახალგაზრდის ესეთ კარგ წარმატებას და აი ტენდენცია რო შევხედოთ აი ინტერესები რა აინტერესებთ ახალგაზრდას ესეც ალბათ საინტერესოა ხო მე გეტყვით რომ თბილისში, თელავში და გორში მიმდინარეობს ეს პროექტი და აი ნახევარზეა ნახევარია ორიენტირებული რომ დასაქმდეს და ჩვენ უზრუნველყავით 75 ახალგაზრდას პროფესიული გადამზადება, ხოლო ნახევარია რომელმაც აირჩია თვითდასაქმება. თვითდასაქმება უფრო მეტად არის რეგიონალურ სივრცეში უფრო მორგებული და ადვილი, იმიტომ რომ ურბანულ სივრცეში რთულია, ახლა საწარმოო გააკეთო, იმიტომ რომ თბილისია, სხვა რაღაცები სჭირდება და აი თვითდასაქმების ნაწილში უკვე ბევრი დარეგისტრირდა როგორც მცირე მეწარმე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვთქვა, უკვე 5 ახალგაზრდა გვყავს, რომელმაც დატოვა, ასე ვთქვათ, შეიცვალა სოციალური სტატუსი და მანამდე რო ქონდა სოციალურად დაუცველობის სტატუსი და ითვლებოდა სახელმწიფოს მიერ შეფასებული როგორც ასე ვთქვათ, ღარიბი, მათ დატოვეს ეს სტატუსი, ასე ვთქვათ, და დღეს არიან ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, და ეს ჩვენ სტატუსი არასიღარიბის ზღვარს ქვემოთ კი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი მაგალითია და ჩვენ კიდევ ველოდებით ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ისე მყარად იქნება 6 თვეზე მეტ სიმყარეს აჩვენებს, რომ ეს რისკი იმისა, რომ მე ვთქვათ, კიდევ არ გაღარიბდეს, ნაკლები იქნება და დიდი მადლობა. ბოლოს კიდევ ვიტყვი, რომ იმდენად წარმატებული იყო დასაქმების ფორუმის ღონისძიება წინა წელს ჩვენ აქ ვიყავით თქვენთან. ამ წელსაც აპრილში ვატარებთ დამატებით, ანუ ეს არაგეგმიური იყო და ჩვენმა დონორმა და კიდევ ერთხელ გეტყვით 11 აპრილი და კიდევ ერთხელ მინდა გერმანელ ხალხს აი ძალიან მარტივად უთხრა დიდი მადლობა ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და 11 ოქტომბერს გვექნება აპრილის ბოდიში გვექნება შესაძლებლობა ბევრად უფრო მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ, სადაც ყველა გრანტიორს თვითდასაქმებულს და დასაქმებულს ექნება, დიახ, საპრეზენტაციო შესაძლებლობა, გაზიარება წარმატების და ასევე გიწევთ კომპანიებს, პოტენციურ დამსაქმებლებს და ამ ბიზნესში მყოფ ყველა კომპანიას, რომელსაც შეიძლება პირისპირ დისკუსიაში შევიდეს ახალგაზრდასთან და მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთის სივრცეში, ერთი მრგვალი მაგიდის ირგვლივ ვისაუბრონ და ვფიქრობ, ეს უფრო მეტად კიდევ გაამყარებს და ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესში, სოციალური პასუხისმგებლობის აი ამ კონცეფციებს, ამ პრინციპის ზრდას, ფილოსოფიის, ასევე ახალგაზრდებში ძალიან დიდ мотивაციას. დიდი მადლობა. ჩვენგანაც მადლიერება გერმანელ გადასახადის გადამხდელებს, გერმანიის მთავრობას ამ პროექტის განხორციელებისთვის კიდევ ბევრი ისტორიას მოგიყვებით, დარწმუნებული ვარ პროექტის ფარგლებში, რომელიც ნინო ნუცუბიძემ წარმოადგინა, იგი ამ პროექტის ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობის და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერი გახლავთ. მინდა საქმიანმა საზოგადოებამ კარგად მოინიშნოს კიდევ ორი სახელი. ეს არის ნანა რაზმაძე, რომელიც ეს არის კვირა ენერგობარების მწარმოებელი. დიახ, ეს და სულ პირველი სტუმარი, ვინც გაგაცანით და გააკეთა პრეზენტაცია, იყო ოფელია კარაპეტიანი, ოცნებიდან მიზნამდე ფინანსური წიგნიერების დღიური თინეიჯერებისთვის. ეჭვი მაქვს, რომ სათაურიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული ყველა ზრდასრულსაც გამოადგება. მადლობა, არ შეაჩეროთ ფრენა და რაც თავარი არ შეაჩეროთ ოცნება. ჩვენ სტუმრებს მადლობა.